სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ბაქოში ზაზა გოროზია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 28-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. სამიტის გარდა მინისტრმა შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც გამართა. მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ესტონეთის, პოლონეთისა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩამოვლენ. საკვები პროდუქტები და სოფლის მეურნეობის განვითარება. ეს ის მთავარი თემებია, რომელიც გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 28-ე საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს. მხარეებმა შეხვედრაზე ორგანიზაციის საქმიანობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმაც დასახეს. ფაოს 28-ე კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმაც მიიღო. ბაქოს სამიტი ძალიან დასაკუთრებული ჩვენთვის, სადაც იყო შეხვედრები მინისტრებთან, უნგრეთის მინისტრმა, რომელიც ჩამოვიდა პერიოდში საქართველოში, ჩამოვიდა ინვესტორებს, სხვა დაინტერესებები, სხვადასხვა სახელმწიფოები და განსაკუთრებით გამოსახულებული ფაოს ვიზიტი, რომელიც იგეგმება უახლოეს პერიოდში. კონფერენციის გარდა ზაზა გოროზიამ ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებიც გამართა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქართული ღვინო ფაოს მაღაზიათა ქსელში განთავსდება. ასევე დაგეგმილია ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ჟოზე გრაზიანო დე სილვას ვიზიტი საქართველოში. მართლაც ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა. ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეთ და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დავსახეთ. მოხარული ვარ, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო წარმატებული ხდება და ფაოს მაღაზიებშიც გაიყიდება. ვიზიტისას ზაზა გოროზია პოლონელ, ესტონელ და უნგრელ კოლეგებსაც შეხვდა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ქართველი სტუდენტები გადამზადებას ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრში გაივლიან. დღეს ჩვენ ძალიან წარმატებული მოლაპარაკება გავმართეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ურთიერთთანამშრომლობა მეფრინველეობის დარგში. ასევე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა საკითხში ტექნოლოგიური განვითარება. ასევე ვიმსჯელეთ ღვინის გაყიდვის ახალ ტექნოლოგიებზეც. ვიზიტისას ასევე დაიგეგმა, რომ ესტონეთში და პოლონეთში ქართული დღეები ჩატარდება. ასევე საქართველო პოლონეთის, უნგრეთისა და ესტონეთის მინისტრებსაც უმასპინძლებს.